რადიო პროექტი იმედზე ნინო მეუნარგიასთან ერთად ჩვენ აქ ვართ. ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჩვენ აქ ვართ, როგორც ყოველთვის აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ, უსინათლო ადამიანთა რეალობა, საჭიროებები, გამოწვევები, მიღწევები, შშმ პირთა უფლებადამცველი დავით ბიბილეიშვილია ჩვენთან. მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და ბატონ დავით, რაც შეეხება შშმ პირებს და კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ უსინათლო ადამიანებზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების რეალობა და მოდით ძვირფასი დრო არ დავკარგოთ და კონკრეტულად საუბარი დავიწყოთ საჭიროებებზე და შემდეგ უკვე როგორც დავაანონსე, რა თქმა უნდა, გამოწვევებზეც ვისაუბრებთ, მიღწევებზე. თქვენ თავად ბრძანდებით უსინათლო ადამიანი, შშმ პირთა უფლებადამცველი და კარგად მოგეხსენებათ ამ ადამიანების არსებული რეალობა ჩვენს ქვეყანაში. გისმენთ. პროექტში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ საკითხით დაინტერესებისთვის, იმისთვის რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ყურამდე აღწევდეს შშმ პირთა და კერძოდ უსინათლოთა საჭიროებები, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ მეტი იმღებლობა, მეტი მგრძნობელობა და მეტი ინფორმაცია საზოგადოების სრულფასოვანი წევრების უსინათლო ადამიანების შესახებ. უსინათლო ადამიანები ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფი არის შეზღუდული ჰქონდა პირთა მას ვთქვათ ფართო ჯგუფის შორის და აქვს უამრავი გამოწვევა. მათ შორის ეს შეიძლება დავყოთ როგორც ფიზიკური გარემოსთან მისაწვდომობის, ინფორმაციაზე მისაწვდომობის, გადაადგილების თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ და დავყოთ ეს გამოწვევები და მიღწევები თუ სად ვართ, საით მივდივართ, რა სიახლეები გვაქვს, რა ასე ვთქვათ, წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს და სად გვაქვს გამოწვევები. პირველ რიგში მე მინდა დავიწყო გადაადგილების კუთხით და გარემოსთან მისაწვდომობის კუთხით. პირველ რიგში შევეხები ჩვენს დედაქალაქს, დაიწყო სხვადასხვა გამზირის თუ ქუჩის რეაბილიტაცია და უკვე გათვალისწინებული არის უკვე სტანდარტიზებულად გათვალისწინებული არის სხვა ასე ვთქვათ შშმ პირის საჭიროებები და მათ შორის უსინათლო მცირემხედველი ადამიანის და ჩვენ რეაბილიტირებულ ქუჩებსა და გამზირებზე ვხვდებით მაგალითად ტაქტილურ ბილიკებს, ხმოვან შუქნიშნებს. რა თქმა უნდა ეს კარგი არის და მისასალმებელი არის და წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ბევრი ისეთი ქუჩა ხდება ქალაქში და გამზირი, სადაც მსგავსი, ასე ვთქვათ, მისაწვდომობის ფუნდამენტური საკითხები დღესაც გაუთვალისწინებთ. თუმცა იმედი გვაქვს და იმედს ვიქონიებთ, რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, მოგვარდება. ამავდროულად ჩვენ ვხვდებით უკვე ავტობუსებში გახმოვანების სისტემებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსინათლო მცირემხედველი ადამიანისთვის, ვინც ყოველდღიურად გადაადგილდება და შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს თუ სად თავისი დანიშნულების მარშრუტი, არამედ ის ადამიანებისთვისაც შეიძლება საერთოდაც რომ არ იცოდნენ კარგად დედაქალაქის ქუჩები და ადგილები, ეს ყველას ეხმარება, სტუდენტი იქნება, რეგიონიდან ჩამოსული თუ უცხოელი, ტურისტი და ვიზიტორი, აბსოლუტურად ყველასთვის, ასე ვთქვათ, სასარგებლო არის. და რაც ასე ვთქვათ, კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი არის თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ. რაც შეეხება უკვე უშუალოდ ინფორმაციაზე მისაწვდომობის ნაწილს, ბატონ დავით, სანამ ამ ნაწილზე გადავალთ, ნახეთ საინტერესო რეგიონებში რა მდგომარეობაა, როდესაც ფიზიკურ გარემოზე და ზოგადად გადაადგილებაზე ვსაუბრობთ ამ ადამიანების, ყოველთვის რეგიონები უფრო სუსტი წერტილია, ხო, მოდით ვთქვათ. და შეიცვალა თუ არა მაინც, თუ აი უახლოეს წარსულს გადავავლებ თვალს, თუ შეიცვალა მდგომარეობა და არა შეიცვალა. კი
ბატონო, აი რეგიონებსაც რაც შეეხება გამოყოფთი უფრო დიდ მუნიციპალიტეტებს, მაგალითად ბათუმს, ქუთაისს და ასე მსხვილ ასე ვთქვათ თვითმმართველ ქალაქებს, რუსთავს, სადაც ნელ-ნელა უფრო და უფრო ხდება ეს მისაწვდომობის სტანდარტების გათვალისწინება. განსაკუთრებით, როდესაც რეაბილიტაცია ხორციელდება ქალაქის ქუჩებისა და გამზირების. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოცდილებები რეგიონებში კიდევ უფრო მძიმე და მწვავე არის იმის გამო, რომ ეს ამ სიახლეების დანერგვა სულ რამდენიმე წელია, რაც დაიწყო მუნიციპალიტეტებში. კი ბატონო. და რაც შეეხება ზოგადად ხელმისაწვდომობას არა მარტო ფიზიკური გარემოს მიმართ, არამედ ინფორმაციული კუთხით, ასევე თქვენ მინდა ისაუბროთ პერსონალურ ასისტირებაზე, იმიტომ რომ ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, მინდა შევეხო, თუნდაც ფიზიკური გარემოდან და ადაპტირებიდან გამომდინარე, დასაქმების კუთხით რა მდგომარეობა და რამდენად გაიზარდა არსებულ რეალობაში უსინათლო ადამიანების დამოუკიდებლობის კოეფიციენტი. კი ბატონო, მოდით მაშინ ჩვენ ფიზიკური გარემოს მისაწვდომობაზე ვისაუბრეთ და გამოწვევებსა და ასე ვთქვათ მიღწევებზე. ეს მიღწევები დინამიური პროცესი არის. ხო, ჩვენ არ უნდა თავთვალოთ ისე, რომ რაღაც ეტაპზე, როდესაც მივალთ, უნდა გავჩერდეთ. მათ შორის გაეროს კომიტეტი სახელმწიფოებს მოუწოდებს იმას, რომ არ უნდა შევჩერდეთ მიღწეულ და სწორედაც მათ შორის კონვენციის პროგრესული განხორციელება გულისხმობს იმას, რომ ნაბიჯ ნელა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა იყოს გათვალისწინებული ეს კონვენციის პროგრესირება და განხორციელება. რაც შეეხება ინფორმაციის მისაწვდომობას, აქ გამოვყოფთი უსინათლოთა და მცირემხედველთა ნაწილში მარაკეშის ხელშეკრულების რატიფიცირება სახელმწიფოს მხრიდან ეს წელს განხორციელდა და მას წინ უძღოდა შიდა კანონმდებლობაში, კერძოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში ცვლილებები და რას გულისხმობს ეს და რას გულისხმობს ეს შეთანხმება. ეს შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ უსინათლო მცირემხედველ ადამიანს და იმ ადამიანებს, ვისაც ტრადიციული ფორმატებით უჭირთ ინფორმაციაზე მისაწვდომობა სხვადასხვა ბარიერის გამო, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ინფორმაციაზე წვდომა მიუხედავად საავტორო უფლებების. ანუ საავტორო უფლებებზე მაღლა მარაკეშის შეთანხმების რატიფიცირების შემდგომ უკვე უსინათლო მცირემხედველ ადამიანს აქვს უფრო მაღალი უფლება. ანუ საავტორო უფლებებზე მაღლა დგება ეს უფლება და რაც თავის თავში იმას გულისხმობს, რომ აუცილებლად უნდა იყოს საავტორო უფლებების დაცვის მიუხედავად, გათვალისწინების მიუხედავად, რა თქმა უნდა ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ინფორმაციაზე წვდომას და დამუშავებას და არაკომერციულ ხასიათს პირს და კერძოდ უსინათლო მცირემხედველ ადამიანს ჰქონდეს ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, ვინც არიან მარაკეშის შეთანხმების ხელმოწერის სახელმწიფოები, გაცვალოს ინფორმაცია, მიიღოს და ასე ვთქვათ, გაავრცელოს სხვადასხვა წერილობითი ტექსტუალური ინფორმაცია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის განათლების მიღების ნაწილში, დასაქმების ნაწილში იმის გამო, რომ უსინათლოს ჰქონდეს ნებისმიერ ინფორმაციაზე წვდომა. ეს იქნება სასწავლო მასალები, ეს იქნება რაიმე სამსახურთან დაკავშირებული მასალები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში და იმედი მაქვს, რომ ამ ასე ვთქვათ, ამ რატიფიცირების, მარაკეშის შეთანხმების რატიფიცირების შემდგომ ის უამრავი ბარიერი, რაც უსინათლო მცირემხედველი ადამიანის წინაშე არსებობს ინფორმაციაზე წვდომის ნაწილში, მოიხსნება, ეს იქნება უმაღლესი განათლების მიღების ნაწილში, პროფესიული თუ სხვა და სხვა. და ბატონ დავით, აი მარაკეშის ხელშეკრულების ნაწილი, ასე ვთქვათ,
რომ შევაჯამოთ, მსოფლიოს 90-ზე მეტი სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული და ის ერთ-ერთი სამართლებრივი მექანიზმია შშმ-პირთა უფლებების გაეროს კონვენციის აღსასრულებლად, რომლის 30-მე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შშმ-პირთა კულტურულ ცხოვრებაში, თქვენც ისაუბრეთ ამაზე, თანაბარი მონაწილეობის უფლებას და ასევე იღებენ ყველა ზომას, რომ მათთვის მისაწვდომ ფორმატში უზრუნველყოფთ კულტურის საკითხებთან დაკავშირებული მასალები და მარაკეშის ხელშეკრულების რატიფიცირებით საქართველოს მონაწილე ქვეყნებში დამზადებულ ასეთვე მასალებზე ექნება წტომა, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, შესაბამისად ქვეყანაში უსინათლო პირებისთვის განკუთვნილი ფორმატის 800,000-ზე მეტი ბეჭდური ნაწარმოები გახდება ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს დამეთანხმებით ალბათ. მეტიც ეს იყო გაეროს კომიტეტის მიერ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ერთ-ერთი რეკომენდაცია, სადაც მოუწოდებდა, რომ მარაკეშის ხელშეკრულების რატიფიცირება განეხორციელებინა ჩვენს ქვეყანასა. ეს შეიძლება ითქვას, რომ ასე ვთქვათ, მიღწეულია, თუმცა ჩვენ ახლა გვჭირდება უკვე აღსრულება, როგორ ხდება ამ დადებითი პოზიტიური ცვლილებების აღსრულება. სულ რამდენიმე თვის დაწყებულია ეს პროცესი და ჩვენ რაღაც პერიოდი გვჭირდება, რომ დავაკვირდეთ პრაქტიკაში თუ ეს როგორ მუშაობს და შევხედოთ, ასე ვთქვათ, გამოწვევები არის თუ არა ამ მიმართულებით უკვე აღსრულების ნაწილში. კი ბატონო და ბატონო დავით, თქვენ ახალგაზრდა ადამიანი ბრძანდებით უსინათლო, რომელიც საკმაოდ წარმატებული ხართ, ანუ თქვენ საქმიანობაში და ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვისმენს. ასე უსინათლო ადამიანები გვისმენენ და რას ეტყოდით მათ, რას ურჩევდით? რა თქმა უნდა, გამოწვევები ბევრია, ასევე არის მიღწევები, საჭიროებები. მოდით აი კიდე დავაკონკრეტოთ თუ აი რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა და რამდენად არის მორგებული დაუშვათ თუნდაც გარემო და ადაპტირებული ამ ადამიანების საჭიროებებს, რატო საუბრობ ამაზე? კი ბატონო, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ უსინათლო ადამიანებს ჩვენ ძალიან აი ესე რიცხობრივად ბევრ და მრავალს ქუჩაში ვერ ვხედავთ, ხო? ეს თუ დედაქალაქზე ვისაუბრებთ. და მაინც ყველაზე მეტი საჭიროება რა არის და რას ეტყოდით ამ ადამიანებს, არის თუ არა დაუშვათ თავად ადამიანის და ახალგაზრდას მით უმეტეს აქტიურობა იმისთვის საჭირო რომ წინ გადადგმული ნაბიჯები იქნას განხორციელებული. კი ბატონო, სანამ ამ შეკითხვას გავცემდე პასუხს, მე მინდა თქვენ ახსენეთ პერსონალური ასისტენტის კი ბატონო, საუბარში კი. რაზეც ჩვენ როდესაც თქვენთან იმყოფებოდით წინა ეთერში, მაშინაც გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ მე მინდა ახლაც გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი დაინერგა სახელმწიფოს მხრიდან, ეს შშმ-პირის დამოუკიდებელ ცხოვრებასთან პირდაპირ კავშირში არის სახელმწიფომ რაც იკისრა ვალდებულება იმ ნაწილში, რომ შექმნიდა სერვისს, მათ შორის კანონისმიერი ვალდებულება არის სახელმწიფოსი, რომ შშმ-პირის პერსონალური ასისტენტის სერვისის უზრუნველყოფა განეხორციელებინა, დაიწყო ეს სერვისი და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი იმისათვის, რომ შშმ-პირმა განახორციელოს დამოუკიდებელი ცხოვრება, დაგეგმოს ის საჭიროებების მოგვარება იმგვარად, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროს. ეს სერვისი არის უნიკალური იმითაც, რომ შშმ-პირი თავად განსაზღვრავს სერვისის დიზაინს. თუ რაში ჭირდება ხელშეწყობა, რაში ჭირდება მხარდაჭერა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა შეეხება თქვენს ბოლოში დასმულ შეკითხვაზე რომ გადავიდე, ძალიან მნიშვნელოვანი არის თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა იპოვონ თავიანთ თავში ძალა და გაბედონ, გააქტიურდნენ, მოგმართონ ჩვენ წარმომადგენლობით, შშმ-პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებს, სხვადასხვა უწყებებს იმისათვის, რომ ის სერვისები, რაც არსებობს ქვეყანაში, იყოს პირველ რიგში მისაწვდომი და ასევე ამ სერვისებში თუ რაიმე გამოწვევა ერთობლივად ვიმუშაოთ, დავგეგმოთ და ასე ვთქვათ, განვახორციელოთ ცვლილებები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა სერვისების ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს და არ გვხდება საქართველოში, ვიმუშაოთ ამ ახალი სერვისების დანერგვასა და განხორციელებაზე. ახლა ახალი სერვისების დანერგვა განხორციელება ახსენეთ და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ნაწილში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ამის პრაქტიკა თუ გაქვთ?
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და დიახ გვაქვს, მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ მობილობა ორიენტაციის ასე ვთქვათ, ინსტრუქტორის მხარდაჭერითი, ასე ვთქვათ, ყოფითი უნარების განვითარების პროცესში მათი ჩართულობა და მათ მიერ უსინათლოსთვის სწავლება, დამოუკიდებლად გადაადგილება, ასე ვთქვათ, ფიზიკურ გარემოში და სხვა უნარების განვითარება, რაც ყოველდღიურ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. აქ კარგი სიახლე ისიც არის, რომ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო თეთრ ჯოხს გასცემს ერთჯერადი ტრენინგ კურსიც ახლავს თან ჩვენი ერთობლივი მუშაობით შეიცვალა და დაინერგა ეს სიახლე რამდენიმე წელია და უსინათლოს ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული თეთრი ხელჯოხთან ერთად ერთჯერადი, ასე ვთქვათ, მობილობა ორიენტაციის ინსტრუქტორის მომსახურებაც შედის მასში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ დამხმარე ტექნოლოგიების, დამხმარე საშუალებების მრავალფეროვნების, ასე ვთქვათ, გათვალისწინება, რაც შეზღუდული პირს ეხმარება დამოუკიდებელი ცხოვრების განხორციელებაში. კი ბატონო, და თქვენ უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელი ბრძანდებით და მოდით უახლოეს სამომავლო გეგმებზეც რომ ვისაუბროთ. ჩვენ დავიწყეთ ამ შეშიმპირის პერსონალური ასისტენტის სერვისის განხორციელება და უკვე ვემსახურებით შეშიმპირებს, რომლებსაც, ასე ვთქვათ, დააკმაყოფილეს სერვისში გათვალისწინებული სტანდარტები, გაიარეს რეგისტრაცია, შეფასება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და უკვე დაწყებული არის ეს ამ სერვისის განხორციელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის უსინათლო ადამიანისთვის, ასევე ჩვენ ინდივიდუალურ საჭიროებაზე თეთრ ჯოხს გავსცემთ და ასე ვთქვათ, ყოველდღიურად ვცდილობთ იმ სიახლეების შემოტანას და დანერგვას, რაც მხარს დაუჭერს და ხელს შეუწყობს უსინათლო ადამიანის დამოუკიდებელ ცხოვრებას. რამეს ხომ არ დაამატებდით ჩვენი საუბრის დასასრულს? პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი ეთერისთვის, საკითხით დაინტერესებისთვის და მე ყოველთვის მზად ვარ არა მხოლოდ ამ კუთხით, მათ შორის სტუმრობისთვისაც და ასე ვთქვათ, ინფორმაციის გაზიარებისთვის. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი სტუმარი იყო შეშმოპირთა უფლებადამცველი დავით ვიბილეიშვილი, რაც შეეხება საუბრის თემას, უსინათლო ადამიანთა რეალობაზე ვისაუბრეთ, საჭიროებებზე, გამოწვევებზე, მიღწევებზე. ეს იყო გადაცემა ჩვენ აქ ვართ. რადიო იმედის დღის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მე მალე კვლავ დაგიბრუნდებით.